And where the action begins, the referee in charge of the octagon, Mr. Khalil Imamov. 45 წლის შოთა ბეთლემიძე კვლავ ახერხებს იბრძოლოს უმაღლეს დონეზე. მისი ბრძოლები საკმაოდ ხშირად მაქვს ნანახი. როგორც პარტერში, ასევე დგომში კარგად მუშაობს. სანამ აქტიურ ფაზაში გადავა ბრძოლა, მინდა ვთქვა, რომ მან დაანონსა წელს კარიერის დასრულება და შესაძლოა მაიორის ერთ-ერთ ბოლო გასროლასაც ვადევნებთ თვალს. და ამასობაში რეაქტიული ტეიქდაუნი უკვე აიღო შოთა ბეთლემიძემ. ასეთი მძიმე წონების დაპირისპირება ძალიან სახიფათოა, როგორც ვიტყოდი, იმიტომ რომ ყველა დარტყმა შეიძლება იყოს გადამწყვეტი ამ წონაში. სიმაღლის უპირატესობა აშკარად აქვს რუსლანს. კარგად მუშაობს შოთა მუხლით. ფეხში ცდილობს არ მგონია შოთას ძალას რაიმე დაუპირისპიროს. კონტროლებს შვიდად გალიასთან მაიორი. როგორც კი მოძებნის სივრცეს აუცილებლად ჩაიყვანს მიწაზე, თუ მიეცა მას საშუალება. მოატრიალა რუსლანმა შოთა. თუმცა არ მგონია თითქოს გაგრძელდეს ეს პოზიცია. მოატრიალა, მაგრამ არაფრის მომცემია ახლა ეს პოზიციები. ალბათ შეუმჯობესია რამე განვითარება მივცეთ. გალიას კიდევ ხელს. აშკარად. გადაიყვანა, თუმცა აქ კარგი სვიჩიცა და შოთამ, რომელიც მეორე მცდელობაზე გამოსდის. მაგრამ არა, გამოსდის. საიკო ჰალფგარდში ყავს საბოლოოდ რუსლანს შოთა ბეთლემიძე აქ ტანში აყენებს მუხლით დაზიანებს. წლიდან იბრძვის შოთა ბეთლემიძე პროფესიონალურ დონეზე. დასაფასებელია, მოდი ავღნიშნოთ 45 წლის. მით უმეტეს ეს არ არის მისი ძირითადი პროფესია, ხო, როგორც აღნიშნე. და მაინც ასე აქტიურად არის ჩართული MMA-ის სფეროში. დასაფასებელია, ნამდვილად მისნაირი ბევრი არ არის. ეს ძალიან ბევრს ნიშნავს. ორი საქმის ერთად კეთება, ნამდვილად ვიცით, რომ რთული არის. გვარდიაში ირიცხება კვლავ შოთა ბეთლემიძე და გვარდიის მაიორია. კი, როგორც ვიცით, ხა ჩვენ შეჯიბრზე გამოსვლას, ორთაბრძოლების ჩატარებას ძალიან დიდი პროცესი ახლავს, ხო, თან ვარჯიში ყოველდღიური და როდესაც ორი საქმით ხარ დაკავებული, თანაც ორივე საქმეში რაღაც გამორჩეული პოზიცია გიკავია, ძალიან რთული არის და დიდ ძალისხმევას მოითხოვს. ორივე საქმეში წარმატებულად ყოფნა. მან ინტერვიუში აღნიშნა, რომ თითქმის ორივეგან ერთ და იგივე საქმეს აკეთებს, ორივეგან მეომარია. ორივეგან ცდილობს ვაიმე წარბი გაუსწდა შოთას. იდაყვი მოარტყა მოწინააღმდეგემ და ძალიან ბევრი სისხლია. წუთზე ნაკლები რჩება აქ პირველი რაუნდის დასრულებამდე. მოწინააღმდეგემაც იცის აშკარად რასაც აკეთებს. თვალში ჩასდის ეს სისხლი შოთას ფილმადობა ძალიან რთულია ესე ბრძოლა. მთელი ოქტაგონის სისხლით არის მოსვლილი. შესვენებაზე როდესაც ექიმი გაწმენს ამ ჭრილობას, შემდეგ გადაწყვეტს გააგრძელებს თუ არა ბრძოლას. აქ ექიმს ითხოვს სწორედ ბრძოლის ძალიან ბევრი სისხლია. ამ სისხლის გაჩერება ძალიან რთული იქნება და ესეთ მდგომარეობაში ბრძოლის გაგრძელება მე წარმოუდგენლად მიმაჩნია.
აი ეს არის MMA, შეიძლება სრულიადაც ძლიერი დარტყმა არ მოგხდეს და რაღაც მოწინააღმდეგე არ გჯობდეს, მაგრამ ერთი გაუთვალისწინებელი შემთხვევა და შეიძლება ბრძოლა ძალიან ცუდად განვითარდეს. გადახსნილი აქვს წარბი. ძალიან სამწუხაროა თუ ბრძოლას გააჩერებს რეფერი, რადგან ძალიან რთულია, როდესაც ბრძოლას წააგებ უბრალოდ იმიტომ, რომ ესეთი გაუთვალისწინებელი ტრავმა მოხდა და ფაქტობრივად არც არაფერი გაგიტარებია საზიანო მის აქ შოთა ბეთლებზე მის ეს რა თქმა უნდა არაფერს არ ნიშნავს. ჩემზე მეტად გამოცდილი და პროფესიონალი ადამიანი მიიღებს ამ გადაწყვეტილებას, თუმცა ჩემი აზრით ეს ჭრილობა არ არის ბრძოლის გამაჩერებელი ჭრილობა. ეს წარბია, წარბზე არის ღრმა ნახეთქი უბრალოდ, რომელიც დაფიქსირდება და მაიორი კვლავ გააგრძელებს ბრძოლას ჩემი აზრით. ეს ბრძოლა ამით არ დამთავრდება და აუცილებლად ვიხილავთ ჩვენ გაგრძელებას. შეიძლება მაიორის დაწყებულ საქმეს ექიმი ვერ გააჩერებს. არ მგონია შოთა აქ ვინმეს გადაწყვეტილებას დაემორჩილოს იმდენად წყურია ბრძოლა, მაგრამ ეს არის რა, ვერ გაიგებ როგორ განვითარდება პროცესი, რას მოიტანს ორთა ბრძოლა. არც ერთი მებრძოლის გაცვლა და მიზანი ბრძოლამდე რა თქმა უნდა არ ყოფილა ექიმის ჩარევა. ეს არა მხოლოდ შოთასთვის, არამედ მისი მეტოქისთვისაც არ არის სასურველი შედეგი, რადგან ასეთ განვითარებას არც ერთ მებრძოლს არ უსურვებ. ხა ფაქტობრივად ვერც ერთმა მებრძოლმა თავისი შესაძლებლობები ვერ გამოავლინა და აქ თუ დამთავრდება ბრძოლა ძალიან საწყენი იქნება ორივე მებრძოლისთვის. ელოდება შოთა რა თქმა უნდა ჩვენთვის მეტად, იმიტომ რომ თუ ბრძოლა გაჩერდება აძლევენ საშუალებას მგონი ბეთლემიძეს ბრძოლის გაგრძელებისას. გაგვეწევა აქ კიდევ ერთი შანსი ექნება, ვფიქრობ. ესეც ჩვენი მეომარი არის სისხლიანი. რა თქმა უნდა ბრძოლაშია. საღამოს ყველაზე სისხლიანი დაპირისპირება იქნება ეს. იქიდან გავაგრძელებთ იგივე პოზიციიდან, სადაც როგორც თქვი, ეს წონა ძალიან სახიფათოა, აი ყველა დარტყმა რაღაცის მომტანია ამ წონაში. ვითომ ძლიერი დარტყმა არ ყოფილა და რაღაც შორი მანძილიდან რომ ასე ვთქვათ ძალა აეკრიფა, მაგრამ მაინც იდაყვი ეს არის ჭრის და ხეთქავს კანს უმარტივესად. იდაყვი სუბუქ შეხება, აქ 10 წამში რაუნდის დასრულება და უფრო მეტი დრო ექნება. კი, მაგრამ ისევ მოსდის სისხლი არ უშველა იმ. დიდი ნახეთქი აქვს წარბზე, ამიტომაც გაიწევა. ამ ეპიზოდის შეფასება თელი ბრძოლის განმავლობაში შეაწუხებს. ძალიან ბევრი სისხლია. თვალში ჩაზე, თვალი ევსება სისხლით. შეიძლება ახლა მეტი დრო ექნება იმისთვის, რომ რამე გამოასწორონ, მაგრამ ძალიან ღრმა ჭრილობა აქვს და ჩემი აზრით მაინც საშიშია ამ ბრძოლის გაგრძელება. შოთა ამ ოქტაგონიდან ჩამოსვლას დღეს მე მგონი არაპირებს. სულ რაღაც გადახსნილი წარბის გამო. ოქტაგონი მოწმინდეს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი სისხლი იყო. უბეები იდგა ოქტაგონზე, შეგვიძლია თამამად ვთქვათ, უმუშავებენ აქ ჭრილობას. მოწინააღმდეგეს მე მგონი შემდეგი შეჯიბრისთვის ახალი შორტი აქვს შესაკერი. ან წითელი შორტით იქნება შემდეგ ბრძოლაზე. როგორც ხედავთ, რუსლანიც ძალიან დაღლილია, არ არის მარტივი მიწაზე გააკონტროლოს შოთა ბეთლემიძე.
დარტყმა აღარ უნდა გავატაროთ მაგ ადგილას, მაგრამ რა თქმა უნდა მეტოქე ექცდება, რომ ზუსტად დაზიანებულად დილას უტყას, ხო? მამა დეკუცნის სლანს შოთა ბეთლემი 15 წლით უფროსია. ფეხში შევიდა, გადაიყვანა. მეორე წარმატებული ტეიქდაუნი, სადაც ვერ შეძლო ინერცია გამოიყენებინა შოთას და ზედა პოზიციაზე დარჩენილიყო. კიმურა სტილობს. შოთა ბეთლემიძე ნახოთ რამდენად გამოუვა. უნდა მოახრევინოს აქ ხელი. ძალიან საშიში. არ მოწყდეს, ძალიან საშიშად გამოიყურება ეს პოზიცია, მიუხედავად იმისა, რომ მე ჯერჯერობით ხელს კარგად მალავს. მე დიდად ვერ ვერკვევი ამ პოზიციებში, მაგრამ აშკარად ვხედავ, რომ ძალიან ცუდ მდგომარეობაში არის მოწინააღმდეგის ხელი და უკვე კეთის პოზიციაში აქვს. ხელი შეიძლება დაასრულოს კიმურა. ნახოთ, მაგრამ ძალიან კარგ დიფენსს აჩვენებს რუსლანი. ძალიან საშიში ილეთია, ჩემი აზრით. ფაქტობრივად ეხლა ამ ილეთის შესრულებამ შეიძლება კარიერას დაასრულებინოს, არა? ძალიან სახიფათოა ეხლა ამ სიტუაციაში გამოიძო ხელი. ჩემს გალიისკენ უნდა შეტრიალდეს ზურგით შოთა. და კარგად კითხულობს ყველა პოზიციას. მაგით აღნიშნე წეღან, რომ აშკარად მოწინააღმდეგემაც კარგად იცის თავის საქმე, რასაც აკეთებს. ძალიან ჭკვიანურად ემუშავა, ჭკვიანურად მიყავს რაუნდები. ზურგზე გაკონტროლება. შოთა ბეთლემიძე, მოდი მე ვიტყვი, რომ აი ამ პოზიციაში მე არ მინახავს შოთა ბეთლემიძე, ძალიან ბევრი მისი ბრძოლა მაქვს ნანახი და აი ეხლა ამ მდგომარეობაში, მაგრამ მოდი აღნიშნოთ ისიც, რომ ეს მდგომარეობა ზუსტად იმან გამოიწვია, რომ ძალიან რთულია ეხლა მისთვის ბრძოლის გაგრძელება, ფაქტობრივად მთელი თვალების სისხლით აქვს ამოვსებული და შესაბამისად ვერც ხედავს, ვერც ფიქრობს და ექიმის ჩარევის გარეშე გააჩერა ბრძოლა მთავარმა რეფერიმ. რეფერიმ ჩათვალა. იმიტომ რომ უკვე ვეღარც ხედავდა, ვეღარც ფიქრობდა, ვეღარ აზროვნებდა ამ მდგომარეობის გამო, იმიტომ რომ ჩვენ ვხედავთ ნათლად, ვხედავთ რომ საშინელი მდგომარეობაა ფაქტობრივად 0-ს უყოლდებოდა. ძალიან სამწუხაროა. შეძლებს ამ პოზიციაში. შოთაზე მეტად გული არავის არ წყდება ამ მომენტში. მაგრამ რეფერი სწორად მოიქცა, ჩემი აზრით, უმნიშვნელოვანესია სპორტსმენის მომავალი ბრძოლები და როგორმე ამ ერთ მარცხს გადავაგორებთ აუცილებლად. მით უმეტეს ეს არ ყოფილა რაღაც ტექნიკურად, ეს არ ყოფილა ბრძოლაში მარცხი, ასე ვთქვათ, ეს იყო რაღაც ტექნიკური პრობლემა, ფიზიკური პრობლემა, რომელიც ყველგან შეიძლება მოხდეს და ეს არ ნიშნავს იმას, რომ შოთა ბეთლემიძე დამარცხდა. ამას ნამდვილად ვერ დავარქმევთ, იმიტომ რომ ეს იყო უბრალოდ ჯანმრთელობის პრობლემა. რომელიც ძალიან სამწუხაროა. მაგრამ დაუფასოთ მეტოქესაც ისიც, რომ ის დარტყმა მოარტყა, ხო, რომელმაც ესე დააზიანა შოთა. იმედია კიდევ ვიხილავთ წელს შოთა ბეთლემის ოქტაგონზე. ჩემი აზრით ამ ბრძოლის For the winner by TKO Blue Corner